მოგესალმებით. ეს მარკეტერის პოდკასტია, რომელსაც წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკი ბიზნესი. დღეს ჩვენი სტუმარია ერეკლე ბაღაშვილი. ერეკლე არის ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი და ამბის მთხრობელი. და ბავშვობაში მას ეუბნებოდნენ რანაერი ჩემი შვილი ხარ. რა ხდებოდა? იცი, სიამდვილე ესე რომ მე ძალიან შევიცვალე ბავშვობიდან და ალბათ ესეთი კრიტიკული ლად აღარ გავსჭი მამა ჩემს მაგსიტყვებს როგორც ადრე გამსჭიდი, მაგრამ ეხლა ბროდ მესმის. მამა ჩემი იყო ძალიან ძლიერი პერსონა, ძალიან ძლიერი აურა ჰქონდა, ასე რომ ვთქვათ რა. ძალიან ესე პრობლემ სოლვერი იყო რა. და ამ დროს უყურებდა თავის შულს, რომელიც ვიყავი ძალიან შეშინებული, ძალიან მორიდებული, ძალიან დაბნეული და გულმავიწყი და ეს გრძელდებოდა წლები და არ ვიცი ხა საიდან მოდიოდა ჩემში ხა ეს თვისებები, იმიტომ რომ მამა ჩემი იყო ჩემი სრული ანტიპოდი. მაგრამ აი რაღაც გულდაწყვეტა მახსოვს თელი ბავშვობა, რომ ვერ ვიყავის, ვინც ჩემ გარშემო ადამიანს ჭირდებოდი რომ ყოფილიყავ. და აი თითქმის რომ დასრულობამდე გამყვა ეს გრძნობა, რომ არ ხარ საკმარისი. მაგრამ მერე ეს გახდა мотиваცია და მთელი ამბის რომანტიკა, რომ ვინ ვიყავი და რად ვიქეცი. დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ მთელი ის გზა რაც შენ გაიარე, პირდაპირ და არაპირდაპირ მნიშვნელობით, ხო, რაღაც უამრავი გზავრობა ველოსიპედით, მსოფლიო რეკორდები, ამ ყველაფრის საპასუხოდ შეიძლება ამას აკეთებდე? ხა, სწორად დაკვირვება არის. ეხლა ყოველდღიურობაში ვერ ვიტყვი რომ ჩემ თვალწინ კიდე ეს ტრიალებს, მაგრამ ანუ ძლიერი мотиваტორი იყო ის, რომ მამა ჩემი გარდაიცვალა 4 წლის წინ და მაშინ ჯერ კიდე ბევრი არაფერი მქონდა ისე აკეთებული, რითიც ვეტყოდი რომ აი ნახე რა ვქენი. და თითქოს ხო ჯერ კიდე ზევით რომ ვიყურები ვანახებ რომ აჰა აბა შემოხედე როგორი ვარ და მოდი აბა შევეჯიბროთ. და შენი აზრით რას გიპასუხებდა დღევანდელ ერეკლეს შემხედარე იამაყებდა იმ ყველაფრით რაც გულში ალბათ კი, მაგრამ არ იყო ეს ტიპი რომ ეთქვა რომ აი მაგარი ხარ. შეიძლება ესე აი ერთ 7 საღამოს მარტოები რო ვისხდებოდით გამოეხედა და ხელი მოერტყა ისე ჩუმადეგეც რა არავის რა დაინახა, მაგრამ არ უყვარდა რომ ჩემთვის ეთქვა რომ აი რაღაც მაგარი ხარ რაღაც რა 20 იმაზე მიცდა რაც ცუდად გამომდიოდა და არ გამომდიოდა რაც მოვიწყდებოდა და ძალიან კრიტიკული იყო მას. მაშინ ბავშვობაში ძალიან ესეთი მძიმე იყო, აი იმიტომ რომ აი მაშინ გააქვს რა ეს რაღაცა ვალიდაციას ეძებს, გინდა რომ მიხვდე რომ სწორ გზაზე ხარ თუ არა და ამას რო ვერ ვიღებდი სულ როგორ თქვა თავკმაყოფილებაში ვიყავი რა. მაგრამ ეხლა რო ვიხსენებ, ანუ ამას ენდრეში ძალიან დიდწილად განაპირობა და რაღაცა საწვავი მისცა იმ რაღაცა ჩემ შინაგან ცეცხლს რაც მატარებს და მაკეთებინებს რაღაც თქვა აი როგორც ჩემზე დიდ სვეომა ხო რა თქვია მაგას რომ მაქედან გამოყოლილი მაქვს რომ ვიცი რა თითქოს არ უნდა შემძლებოდა, ანუ არ უნდა გამომსვლოდა, მაგრამ უნდა დაუძლიო ყველა პრობლემა და თქვა რა against all odds როგორ უნდა თქვა ქართულად რა ყველანაირი ყველა პერიოდ შენ წინააღმდეგ არის, მაგრამ მაინც რომ გამოგივა რაღაც აი ამის ჟინი მომცა რაც საბოლოო ჯამში სამადლობელი მაქვს რა. შენიერი, მე მინდა ჩვენმა მაყურებელმა უკეთ გაგიცნოს შენ გულისხმობ იმას, რომ როდესაც ესმით მსოფლიო რეკორდსმენი, ხშირად ავიწყდებათ და თითქოს აქედან იწყება ამ ადამიანის ცხოვრება. მაგრამ მანამდეც საინტერესო გზა გაქვს შენ გავლილი საკუთარი თავის ძიებაში, არაერთ პროფესიაში, ძალიან წარმატებული იყავი როგორც ტყავის ბიზნესში, ასე არ ვიცი. ეს ყველაზე ტკბილი პერიოდი არის ჩემს ცხოვრებაში. ხო, მოდი დავიწყოთ აი მაქედან. რა ხდება მას შემდეგ, როდესაც ხვდებით ახლა სახში მამის როლი, ეს გასაგებია. შემდეგ შენ რაღაცა პროფესიას როგორ ირჩევ ასეთი ადამიანი, რა გინდა რომ გააკეთო და მე მოვყვეთ უკვე აი როგორ აღმოჩნდით საკუთარ ბიზნესში და ასე შემდეგ. აი პროფესიის არჩევით დავიწყოთ. აი სკოლა რო დავამთავრე, მაშინ მე თვითონაც იდეაში მინდოდა, მაგრამ ცოტა უფრო დედაჩემის გავლენა იყო თვითონ ძალიან უნდა რომ ყოფილიყავი იურისტი და თან თვითონ არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის HR და ყველას იცნობს და ანუ ეს რაღაც ძალიან დიდი სახელები არიან საქართველოში ხა იურიდიულის ყველაზე გავლენიანი სახელები თესავში არიან და უნდა რომ ჩამებარებინა და მეც თავი გამოვიჩინე 100%-იანი გრანტი ავიღე და დავიწყე სწავლა, მაგრამ აი ბოლომდე
ბოლომდე ვერ შევიგრძენი აი ეს სამართლის მუხტი. მიუხედავად იმისა, რომ ფილოსოფიის მხარით რომ მომწონდა, აი ცოტა ვერ ხედავდი ჩემ თავს იურისტად რა. მეორე წელი 19 წელს რა ვიყავ მასოს რომ დავიწყე ბარში მუშაობა და ანუ მინდოდა რომ აი თან ამას გასდევდა ის რომ მინდოდა რომ თვით მყოფად ვიყოფილიყავი და იქ მამა ჩემთან ცოტა ის დისტანცია მქონოდა რომ ერეკლეც ალკე ყოფილიყო რა რაღაცა უფრო დამოუკიდებელი ყოფილიყავი. და ამასობაში აი ერთ რაღაცა უბრალო ზაფხულის დღეს როცა და მოწყენილი ვიყავი და just ბარში მუშაობდი რაღაც ვიდეოს უყურე საათი მქონდა რომელიც 12 წელს რა ვიყავდი და ჩემმა მიყია და ნახე რომ YouTube-ზე ვიღაც აკეთებდა ამის სამაჯოს ტყავისგან თავისით. და მეთქი ანუ რა ვუყურე ნუ ეს ორივე სამი ინსტრუმენტი რომელიც თქვას რთული არ იყო. მაშინ ეხლა ყველგან იყიდება ტყავის რაღაცები ძალიან პოპულარული გახდა. მაშინ არ იყო ესე რა და წავედი სამგორში იყო ეს რაღაცა ეხლაც არის ეს რა ქვია მეწაღეების ბაზრობა, იქ რაღაცები ვიყიდე ძალიან ისეთი უბრალო ინსტრუმენტები და პირველი საფული გავაკეთე, რომელიც იყო უმახინჯესი თავისთავად. მაგრამ საფული იყო გადაშლილი და შინით რაღაცები იდებოდა რა. ფუნქციას ასრულებდა. ხა რა, საფული იყო, ვერ დაუკარგავდი და თან დაჩემ რას აკეთებო, მაგრამ საბოლოო ჯამში საფული გამოვაცხედა საფულია. მე აბა მეთქი უკეთესი ვიცადო, კიდე უკეთესი და ესე გაყვა და რამდენიმე თვეში სამსახურიდან წამოვედი და ეგრევე Instagram-ის page-ი გავაკეთე. თან თქვა Riding Ape Man. ყველაზე არა მარკეტაბელური სახელი. Ape Man არის სიმღერა არის Kings-ის შემოსავლიდან. რა Ape Man ეგ იდეოლოგია მომწონდა ძალიან რაღაც მარტივი ადამიანი რომელიც უბრალოდ ცხოვრობს და სენობას იღებს არსებობით. და riding იყო რა მოტოციკლთან ასოცირე ჩემი თქვით, მაგრამ საბოლოო ჯამში ისეთ სახელ შევარჩერე ხალხი ვერც კითხულობდა ნორმალურად. რა უნდა მას. ხა რა და. ნუ საბოლოო რაღაც იდეოლოგია შეიკრა ამ ბრენდის და დავიწყე გაყიდვა. მე მგონი 1 წელის მერე ბერლინში წავედი სამუშაოდ, DHL-ის კურიერი ვიყავ სასაფლაო სამსახური მქონდა, ახლა გერმანულს სწავლობდი და იქ წავიღე ჩემი ინსტრუმენტები და თავისუფალ დროს ვამზადებდი აქსესუარებს და ვყიდდი Mauer Park-ის ფლიმარკეტზე. იქ გავიცანი ერთი უკვე ევროში გაქვს შემოსავალი. უკვე ევროში გაქვს შემოსავალი. ბევრი არაფერი, მაგრამ ევროში გაქვს შემოსავალი. სხვა შორის. ხა მე მანდ მოვიდა ერთი კაცი დიტრიხ მენცელი, რომელიც არის ბერლინში ამზადებს რაღაცა არტისტულ განათლებს ლამპებს. და თავის სახელოსნო სადაც მაგიდებ სქირაობენ ისინი ხელოვანი ხალხი და იქ მუშაობენ და თან იქვე ყიდიან და რაღაცა რო შეხო გალერეასავით არის თან craftsman ანუ ხელობას ნახულობ და თან იმათ რაღაცებს ყიდულობ და მოვიდა და რაღაც ძალიან მომწონს შენი ნამუშევრები და წამოდი ჩემთან იმუშავე და საბოლოო ჯამში ისე დავლაგდით რომ უბრალოდ მაგათთან ყიდით ჩემი სტენდი მქონდა მაგრამ მანდ რაღაცა ჩემთავს უთხარი მეთქე მოდი თუ ეს შენახება გამომივა რაღაც ფეხსაცმელი მომწონა ძალიან ესეთი ამერიკული ტყავის ფასონის ბრენდი არის Red Wing რომელიც აი წლები ცხოვრობს რა ძალიან ესეთი აიკონიკ ბრენდია და მეთქი თქვი რომ მეთქი თუ ეხა ეს გამომივიდა მაშინ იმ ფეხსაცმელს ვიყიდით ხო და აი დღემდე ვიხმარებ მაგ ფეხსაცმელებს და იმ ამბის რელიკვია არის ეს რელიკვიები ძალიან მიყვარს და მასე მოვედი აი უკვე პირველი რო ვთქვი რომ აი წარმატება რო დავარქვი რომ რაღაცა ის მივიღე უკან აი როგორ თქვა პატივი და ძალიან ამიმაღლა თვით შეფასება იმიტომ რომ ხა ეს ძალიან ესეთი არტისტული ტიპი იყო ეს დიტრიხი ბერლინში გაიყიდა რაც ვალიდაცია მივიღე და საქართველოს ჩამოვიდით ვარა თელი ჩემი დანაზოგით ბებიაჩემის ძველი სახლი გავარემონტე, გადავაკეთე სახელოსნოდ და დამხმარე ავიყვანე და საიტი და რაღაც წარმოება გავწოდე, უფრო სერიოზული სახე მივეცე ამ ყველაფერს და მაშინ ხოჭე ხალხმა მეგონი პირველად მაქედან გამიცნო. ბევრი მეუნება ხოლმე რომ იქიდან მახსოვ ხარ, იმიტომ რომ მაშინ დავიწყე კონტენტის კეთება, რომ აი ტყავს როგორ მუშაობ და რას ვაკეთებ და რაღაც და აი პირველი თუ არა ერთ-ერთი პირველი ნამდვილად იყავი ხა მეც რო არ შემეშალოს ვიღაცას. არა იყვნენ, კი, ჩემამდე იყვნენ ბევრი და ხა. აი ის რო ეს მე კონტენტად აქცია და ეს საყურებლობთ რა ალბათ რავი ბევრი. ხა მაშინ ხა ჩემი გამოჩნდა კარგად, იმიტომ რომ თან ჩემი და ძალიან დამეხმარა ქეთა წლების კონტენტ კრეატორი იყო მაშინ და რაღაცნაირად ხა ეს ინფლუენსერები კარგად ითქვება ხოლმე სხვა სკილები აქვს ადამიანს, მე ერთმანეთს მაგად ეხმარება რა. ხა და მე აი ტყავის ბიზნესში ხარ
რაღაცა საწარმოც გაქვს და როგორ ხვდები რომ ეს უნდა დასრულდეს და უნდა დაუბრუნდე, არ ვიცი, იმას რაც ისწავლე, რაც რაღაც უფრო კორპორატიულ სამყაროს. ცოტა აი გამეწელა ეგ პერიოდი და ცოტა მტკივნეულად გაუშვი ხელი, მაგრამ როგორ იყო, მაშინ კოვიდის პერიოდი დაემთხვა. კი ვსწავლობდი უნივერსიტეტში, მაგრამ ძირითადად სახელოსნოში ვიყავი და მუშაობდით. ამასობაში მაშინ ნუ ეხლა როგორც ბიზნესის მართვაში მე გამოცდილება არ მქონია და ბევრი შეცდომა იმაში დაუშვი, რომ კი დამხმარე მიყავდა ხელსაქმეში, მაგრამ აი გაყიდვები მომარაგე ყველაფერი ჩემ თავზე მქონდა აღებული და ამის დელეგირება არ მოვახდინე. გადავიწვი, რა თქმა უნდა, ალბათ ყველას მოვიდა და ეგ გამონაკლისების გარდა და ცოტა აი მომბეზრდა სავით თუ რაღაც და ამასობაში გამოჩნდა ერთ-ერთი კომპანია, რომელიც გვთავაზობდა ამერიკაში work and travel შეძლებას. მაშინ ჯერ კიდევ 21 წლის ვიყავი და ძალიან მომეწონა ეგ იდეა და როგორ მოხდა, იცი რა, რაღაც პერიოდი იყო, როცა იდეაში დამხმარე აღარ მყავდა, ეს ანუ აღარ promotions აღარ ვაკეთებდი ჩემი ტყავის დანაწარმის, მაგრამ შეგვეთავა შემოვიდა და მაინც აი ვაკეთებდი რა. და მე რო თქვი რომ თუ ხელი არ გავუშვი ბოლომდე, სხვა რაღაც ვერ დაიწყება. და რაღაც ეტაპზე მახსოვს რომ თქვი რომ მორჩა შეგდებს აღარ ვიღებ. მიუხედავად იმისა რომ თქვა შეიძლება ფულის სჭირდება და დროც მქონდა, თქვი რომ თუ წერტილი არ დავუსვი რაღაცა სხვა რაღაც ვერ დაიწყება. ძალიან საინტერესოა ეს. ხო, მე დღემდე ეგრე მჯერა და ეხაც იგივე ვქენი რეალურად. მე წავედი ამერიკაში, 3 თვე მუშაობდი იმაზე Long Island-ზე რაღაც ველოსახელოსნოში და კიდე ერთ რესტორანში და ეგ რაღაცა გარდამტეხი მომენტი იყო რა. ცოტა აი აქ ცოტა ვაკუუმი დავტოვე საქართველოში, იმიტომ რომ იდეაში ანუ ტყავს თქვი რომ შევეშვი, სამართალზე კი ვსწავლობ, მაგრამ დასასრულებელი მაქვს და იქ რომ მორჩის მუშაობას ბოლო ან 3 თვე მუშაობდა, მე 4 თვე სამოგზაუროდ და ეხლა გარშემო მიმწყავდა, ყველა წავიდა ზოგი მაიამი, ლას-ვეგას რა მოიარეს. ხო, რაც იშოვეს და ამღერეს. ზუსტად რა, ხო და შეიძლება კარგი ბიზნესებითაც წავიდე. არა, კი კაცო, ავტომატურად ეხლა მაიამი და ლას-ვეგას რამეს სკეროჩი, მაგრამ ეხლა ჩემთვის ეხლა იმ ცხოვრების ეტაპზე და თუნდაც დანაზოგი მქონდა, ამდენი მიმუშავე და ეხლა ეს პული თუნდაც ლას-ვეგასში და მაიამში დავხარჯე მეთქე იქან და ამის ვიწვალე. და ჩემთვის უფრო რომანტიული აღმოჩნდა ის იდეა, რომ წავსულიყავი ამაზონის ჯუნგლებში და მე მოგზაურა და რაღაცა უფრო ესეთი თავგადასავალი მქონდა, იმიტომ რომ ერთია მოგზაურობა, მეორე თავგადასავალი რა. თავგადასავალი უფრო მიზიდავდა. თან სხვა შორის რატომაც მოვინდო მე ამაზონში წასვლა იყო ის, რომ ამასობაში უკვე წლების ჰობი მქონდა, ფირზე ვიღებდი ფოტოებს. და რამდენჯერმე როცა თქვი რომ მეთქე აღარ მსიავნებს გადაღება თქო, ჯერ ერთხელ შემთხვევით ნახე სებასტიო სალგადო, შეიძლება იცოდეთ, ძალიან ისეთი გამოჩენილი ფოტოგრაფიერი ბრაზილიელი, მაგის დოკუმენტური ფილმი Salt of the Earth და მაგან მიმაბრუნე ფოტოგრაფიაში ისევ და რაღაც ახალი აღმოჩენია ხედვა და რომ მივდიოდი ამერიკაში, მაშინაც ვკითხე რომ მეთქე აღარ მომწონს, კამერა აღარ მიმქონდა და შემთხვევით ჩემი მეგობრის სახლში წავაწყდი, Amazon-ი აქვს ფოტოწიგნი პროექტი. რაც არის აი სასწაული არის უბრალოდ რა, როგორ გადაშლი, ვერ მოწყდები. და აი ნანახი მქონდა და მეთქი აი ჩანდობას და ეს ჩემი აპარატი ჩავაგდე და ალბათ რაღაც მაგან ეგ იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, თომას ავიტეხი Amazon-ში წასვლა. როგორ ორ კვირაში დავიგმე ზუსტად, ბილეთი ვიყიდე, ჩანთა გამოვიწერე სამოგზაურო, ჩემი ბარგი გავაგზავნე საქართველოში, მოვიკიდე ეს ჩანთა, რაღაცა საახჭურლობა ჩავყარე, ფირები ვიყიდე ბევრი და წავედი. არანაირი არც სასტუმროს ჯავშანი, აი არაფერი საერთოდ ჩავედი და ერთი ჩანთა მაქვს და ორი ცალი კამერა. ხო. და დავიწყე ეგრე, შევდგი ფეხი და მეთქი, აჰა, მოვედი. დავიწყე ერთი თვე მიბოდიელი წინ დავგან რა. თან კადრებს მივიდევდი, თან ცოტა იქაური რიტუალები და იქაური ტრადიცია ძალიან მაინტერესებდა და ეს ამ ორის ნაზავით გამომივიდა ერთთვიანი რაღაც სასწაული მოგზაურობა, რაც საბოლოოდ შეიკრა ფოტოწიგნში და ფოტოგამოფენაში. როგორ არ წამოვიღე ეს ახლა ვიხდე. Take me to Amazon-ას ვქეთ ჩემ წიგნს, რა თქმა უნდა, სებასტიო სალგადოს ეს არის აქია ინსპირაციით შექმნილი, მაგრამ ეგეთი რაღაცა ფოტო, აი, მას ალბომს არ დავარქვი, იმიტომ ალბომი ცოტა ისეთია და უშინაარსოა შეიძლება და ეს ფოტო წიგნი უფრო რაღაცა ემოციური ისა აქვს, რა ვქი, ემოციური სცენარი აქვს, როგორც ასე ვთქვათ რა, არა ქრონოლოგიური, მაგრამ რაღაცა სხვება. და მე როგორც ხვდები, შენთვის Amazon-ის ჯუნგლებში, ხო, ჩასვლა არა მხოლოდ ფიზიკური მოგზაურობა, რაღაც საკუთარ თავში მოგზაურობადაც აღიქვამდი თავის დროზე. კი, თავიდანვე იდეა იყო, რომ ანუ სახლში მე სახლში დაბრუნებულიყავი, აი, რო დავამთავრე სამსახური ჩამოსულიყავი.
კი, შაბათს სწავლობდი სამართალზე, მაგრამ ანუ შინაგანი არც რწმენა და არც მოთხოვნილება რაღაცა, ანუ ძალიან სიცარიელში ბრუნდებოდი და მაგის ძალიან მეშინოდა. ეს არ იყო შიშით გამოწვეული, სხვა რაღაც ანუ აი დაუკვებული წყურვილი იყო თავგადასავლის და რაღაცა მოსაყოლი ამბის შექმნის. მაგრამ იქ წასული მე ყოველთვის ანუ მქონდა ეგ რაღაცა ჩემი უკანა პლანზე საფიქრელი ის იყო, რომ ვინ ვარ და უკვე აღარ ხარ პატარა რა, ხო 21 წლის ვიყავი. ეხლა რო ვიფიქრე 21 წლის 26 წელსაც ბევრი დრო მაქვს ძალიან ალბათ ყოველს ძალიან ბევრი დრო გაქვს სინამდვილეში, მაგრამ უკვე იმ მომენტი ადგილას ვიყავი ცხოვრებაში, რომ რაღაცა დამერქმია რა, კი ის ტყავი კაი იყო, მაგრამ ვიცოდი რომ ეპიზოდური იყო. სამართალიც აი ბოლომდე არ ვიცოდი ჩემი იყო თუ არა, მაგრამ აი იქ რაღაც ერთ კონკრეტულ მომენტში ჩემ თავს ვუთხარი, რომ სახლში ჩახვალ, შენ თავი იპოვე პროფესიულად. ხო. იმიტომ რომ ეს არ არის მარტო თანხას დამოკიდებული. კი, გიპოვია, უფრო ჩამოყალიბდი, რომ მისია არის, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ შენ თავი იპოვე. ნამდვილად. ეს უთხარი შენ. ხო, იმიტომ ეხა Amazon-ში შეიძლება ემოციურად ძალიან დავუახლოვდი ჩემ თავს, იქ ძალიან ბევრი დრო გავატარე იმისთვის, რომ ჩემი თავი, ისე ვთქვათ, რაღაცა კომფორტულად ყოფილიყავ, ჩემთან დამშვიდებულიყავი და მესწავლა რა, ისე ვთქვათ, ჩემთან ურთიერთობა. და უკან დაბრუნებულს უკვე ის გამოყოლილი დავალება, რომ შენი თავი იპოვე, საქართველოში ჩამოვედი თუ არა. ანუ გადავხედე ჩემ გარშემო რა მქონდა, მინდოდა რომ ეს ყოფილიყო რაღაცა, აი, როგორ თქვა, არა hustle და რაღაცა საჩალიჩო საქმე, როგორც ვთქვათ, ყავად საღი ვქავდი. ყოფილიყო რაღაც კონკრეტული გზა, რომელიც გატესტილია და სერიოზული პროფესია არის რა, მინდოდა რომ რაღაცა როგორც ვთქვათ, ჩარჩოს ჩამჯდარი იყო. არ ვიცი, ამდენ სწორი იყო მაშინ, მაგრამ ეგეთი ის ქონდა, რა ქვია, მიზანი. გადავხედე ჩემ გარშემო რაც იყო და ყველაზე ღირებული რაც კი მეჭირა ხელში იყო ის, რომ ვიყავ დამამთავრებელი სამართლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, დიპლომი მექნებოდა ხელში და შემიძლია რომ ვთქვათ დიდი კომპანიისთვის შემეთავაზებინა. ხო, თავარი იყო რომ დიდი კომპანიაში მინდოდა მე მუშაობ, იმიტომ რომ მაშინ რომ გავაანალიზე მე რატო არ იყო ჩემი ტყავის საწარმო საბოლოო ჯამში წარმატებული, რატო ვერ შედგა ისე რომ გაიგრძელებინა მუშაობა, ის იყო რომ მე დამაყდა გამოცდილება. პატარა ბიჭი ვიყავი და არ მქონდა ის ანუ ჩემზე ჭკვიანთან არ მქონდა ურთიერთობა იმ საწარმოში. ცუდად არ გამომივიდეს ჩემ მეგობრებთან, მაგრამ ანუ ვერ ვიღებდი ბიზნეს გამოცდილებას. ბიზნეს გამოცდილებას ვერ ვიღებდი სხვისგან. და ნუ მე მარტო მუშაობა ჩემს აღარ იყო რა, სარგებლიანი. უნდა ყოფილიყავი სადაც მეყოლებოდა თუნდაც მენეჯერი, უფროსი, დირექტორი და მივიღებდი დავალებას და ვიღაც შემიფასებდა რომ ეს კაია და ცუდია. და გავიკეთე ჰალსტუხი მართლა აი მე ჰალსტუხი გავიკეთე და დავიწყე სამსახურის ძებნა როგორც სამართლის სტაჟიერად. ძალიან ბევრ ფირმაში გავაგზავნე, იურიდიულ ფირმაში, CV, ძალიან ბევრი ვარი მივიღე. მათ შორის საქართველოს ბანკში გავაგზავნე 3ჯერ სხვადასხვა პოზიციაზე და 3ჯერ ზოგან 2 ეტაპი, ზოგან 3 ეტაპი და ბოლოს 3ჯერ ვარი მივიღე. ბოლოს დავიწყე ერთ-ერთი იურიდიულ ფირმაში მუშაობა. 3 თვე გავჩერდი სტაჟირებაზე და აი ალბათ მალევე მივხვდი, მაგრამ ის 3 თვე რო დავასრულებ თქვი რომ ერეკლე შენ იურისტი არასდროს არ იქნები. ისე მოიხსენი ეს ჰალსტუხი და გადავხედე რა ვქნა. ზაფხული იყო, ახალ დაწყებული და თქვი რომ მეთქი, მოდი სექტემბერში დავალდები, BTU-ში ჩავაბარებ ბიზნესზე. იმიტომ რომ ტექნოლოგიები მეინტერესებდა, თან რომ ვუყურებდი, ანუ ეს ტექნოლოგიის სფერო ესეთი იყო, ცოტა მეტ თავისუფლებას გთავაზობს, ცოტა უფრო მეტად პროგრესული და თანამედროვე და უფრო მეტი სიახლე არის და მოდი იქ მოვსინჯავ თავს. და სწორედ აი ამ პერიოდში რო კაი ველოდებოდი თუ რაღაც დამირეკეს საქართველოს ბანკის HR დეპარტამენტიდან რომ AML-ში გვაქვს ესეთი ვაკანსიაო, ვეძებთ ახალგაზრდა იურისტს. ეს AML-ი აუხსნათ anti-money laundering არის ფულის ათლებასთან ბრძოლის დეპარტამენტი. რადგან ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ნაწილი ყველა კომერციული ბანკის. და მithres რომ ახალგაზრდა იურისტს ვეძებთ, კარგი ინგლისურით, მე ვთქვა რომ მე იურისტი აღარ ვარ დიდი ბოდიში, მithres შეგიძლიათ ხოს დავკავშირდეთ და მithres რომ არა ეს არ არის ძალიან საყვარელი გოგო იყო, ანი, რომ ძალიან მადლიერი ვარ დღემდე მე რა თქმა მიცი მაქვს რომ ანუ ყოველდღე მომაქცია რომ ის კი არა რომ ანუ აი და რომ მე ვერ მივხვდი ეს რა იყო რა და მითხრა რომ ეს არ არის რაღაც სტანდარტული იურიდიული სამსახური, მოდი ჯობია რომ შეხვედრაზე შემოხვიდე, მოგიყვებით, შენც მოგიყვები ვინ ხარ და გავიცნობთ ერთმანეთი. და მან ეს რა მაინც ძალიან სკეპტიკურად ვიყავი და ეს რაღაც გავიფიქრე რომ მე თუ ეგეთი მაგარი ბიჭი ხარ მიდი ჯერ
ბოლომდე ჩაიყვანე ეს გასაუბრებები, თუ შემოთავაზება შემოგთავაზო და თუ აღაგინე მე თქვი ვარ, იმიტომ რომ ჯერ არ იცი რას გთავაზობ. თუ ეგეთი მაგარი ბიჭი ხარ რა. ხო. და მეთქი ოკეი და ნუ რომ გავყევი, საბოლოოდ ვიფიქრე და დავიწყე მათ მუშაობა. ოღონდ საბოლოო ჯამში რომ მოგეთყო თავიდანვე ბოლომდე არ მიზიდო და მაინც ეს აი როგორც თქვა ეს რა ქვია AML-ური სფერო კონკრეტულად. მაგრამ ვიფიქრე რომ ანუ დიდი კომპანია თან საქართველოს ბანკი ყოველთვის ცნობილი არის თავის რაღაც თანამედროვე მიდგომებით, ტექნოლოგიური სიახლეებით და ზოგადად პრესტიჟულ დამსაქმებად ითვლება ჩემთვის დღემდე. და ჩავთვალე რომ მეთქი იქ დიდი კომპანია და ანუ რას საჭიროებას დაინახავი და სად აღმოაჩენ შენ თავ შენ არ იცი. და იწყე მუშაობა მიდი ოფისში, გატესტე შენი თავი და თუ განვითარდები სხვა მხრივ. და აი ეგრე დაგიხდეს ყველაფერი. ალბათ აი 2-3 კვირა იყო გასული სამსახურში მივედი და შევატყე რომ რას დავალებას ასაც ვიყავით მე და ჩემი გუნდი. იყო ანუ ერთი კონკრეტული დავალება იყო ძალიან ისეთი მონაცემებთან მუშაობაზე ძალიან ისეთი ორიენტირებული. და რომ მივხვდი რომ ოკეი 4-5 ვიყავთ აღარ მახსოვს 5-ას ერთიანი დავალება გქონდა სხვა მონაცემებზე. ყველა სხვადასხვანაირად ვაკეთებთ და რომ შეიძლება რომ ამის რაღაცა სისტემატიზაცია გაკეთო და ავტომატიზაციაც. აი წარმოდგენა არ მქონდა Excel-ის ფორმულის აწერაც არ ვიცოდი მაგ დროს. მაგრამ მეთქი ანუ ეს ანუ უეჭველი იქნება ანუ რაღაცა ალღო მქონდა რომ ეს უეჭველი ავტომატიზირებადი უნდა იყოს. რაღაც შემდგომს ვკითხე მეთქი რა ტექნოლოგია არსებობს რა ეს ქნა. მითხეს რომ Power BI არსებობსო, აღმოჩნდა რომ Power BI დანერგილი აქვს საქართველოს ბანკს და მეთქი რომ მოვსინჯავ რა. მოვსინჯე, პატარა კურსი გავიარე და გამოსაწერლივოდა რომ გავიდა, მე რეკო ვილაპარაკეთ ჩემ უფროსთან, რომელმაც ძალიან ხელი შემიწყვეს რომ მე განვითარებულიყავი მაგ მხრივ. დღემდე ანუ მე არ მაქვს ესეთი განათლება მიღებული. კურსი გავიარე ონლაინ უბრალოდ რა, მაგრამ პრაქტიკაში და ონლაინ ცოტა YouTube-ი, ცოტა ეს Google-ის კურსი იყო, ცოტა ChatGPT შევივსე, ანუ უკვე რაღაცა არსენალი მოვაგროვე და გავხდი მონაცემთა ანალიტიკოსი, რადგან ბოლო მე 2 წელიწად ნახევარი მე ვიმუშავე მაგაზე რა. იგივე დეპარტამენტში უბრალოდ ჩემი პოზიცია უკვე შეიცვალა როგორც ანალიტიკოსად. ჩვენ შემდეგ ნაწილში ბევრს ვისაუბროთ ველოსიპედზე, მაგრამ როგორ აღმოჩნდი საერთოდ ველოსიპედზე, ესეც საინტერესო ისტორიაა და ეგეც რომ მოგვიყვე. რა ხდება შენ ცხოვრებაში, რომ რა აგარჩევინა ველოსიპედი. სხვადასხვა აი ხა რამდენადაც ერთი მხრივ ძალიან საფრთხის შემცვლად მივიჩნევ Instagram-ის ალგორითმს, მეორე მხრივ მე პირადად Instagram-მა მომყიდა ველოსიპედი. არ ვიცი რა სად აღმოაჩინე, მე მოტოციკლი მეყვარს ბავშვებიდან. და რა სად აღმოაჩინე რომ ერთი ველოსიპედის ფოტო დავალაიქი შემთხვევით და აი შემომაყარა თუ აი რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ რადის იყო 2024 წელი იყო მე მგონი რომ რაღაც ეს საგზატკეცილო ველოსიპედები გრაველი არის ერთი კონკრეტული რომელიც თავიდან მყავდა რომელიც ისეთი რა ცოტა ხრეში შეუულია ცოტა დისტანციებზე სასიარულო და სამოგზაუროს რო ვთქვათ რა და რომ ეს მანახა და მე ნაწილები ეს ესთეტიკა და რაღაც მეთქი მოდი ვიყიდით ხო რა თან იდეაში მაშინ გარაჟში მეყენე ველოსიპედი მეყენე მოტოციკლი და ელექტროსკუტერი ანუ ტრანსპორტი ამჭირდებოდა ხო და ველოსიპედი ვიყიდე სულ აი წმინდად აი ჰობი რომ მქონდა თან ცოტა მემოძრავა თუ რაღაც ესე რა რაღაც უფრო ტიპი მომეწონა ძალიან ხო ხო და ვიყიდე ვიარე ცოტა აქეთ-იქით ქალაქში დავდიოდი და რაღაცა თან ფიქრობდი რომ მეთქი უკვე ნახეს ინტერნეტში რომ დამწყები ველოსიპედისტვის 100 კილომეტრის გავლა რაღაც milestone რა მაგას რო იზო მაგარი ხარ რაღაც დავიწყე რომ იქ წავიდე თუ აი სიონთან ხო არ წავიდე და მოუბრუნდე რაღაცებს ფიქრობდი და მე ცოტა რაღაცა ისე აირია ჩემ ცხოვრებაში რაღაცები რომ ჩემ მაშინდელ შეყვარებულთან კონფლიქტი მქონდა რაღაცებზე ძალიან გაუბრაზდი ეს ქონდა რაღაცა დრამაში აღმოჩნდი მოკლედ და აი ეს ადგილი რომ აღარ ვიპოვე ამ რაღაც ბრაზილთან ნერვიულობით მეთქი ავდექი და წავედი იმაში ბათუმში თბილისიდან ასე უცბ შუა დღეს 4 საათზე გავედი სახლი არ მახსოვს ხო და თან ჩემი მეგობრიც უნდა წამოყოლ რომელიც იმ დღეს ვერ წამოვიდა მეთქი კიდე ათქი მეთქი მე ვეღარ ჩედები წავედით ხო რა პირველი დღე ეგ შუა დღიდან დაწყებული რაღაც 70 კილომეტრი არის რომელიც მაშინ უკვე ჩემთვის ეს იყო პირადი რეკორდი ანუ 70 კილომეტრში გავლილი არ მქონდა ვიარე სადღაც წალკამდე არა უფრო ასე მანგლისამდე დაახლოებით სადღაც 3 ჯავახეთით წავედი მეორე დღეს ჩემი მეგობარი მამამისმა წამოიყვანა ლაშა მანქანით ველოსიპედი ჩამოიტანეს იქ ავაწყეთ და მეორე დღიდან დავიძარით ერთად მეორე დღეს ვიარეთ
160 კილომეტრი, ანუ 100 კილომეტრში გავლილი ხონდა. მე ვერტყოს 160 კილომეტრი. ღამე დავიძინეთ ასპინძასთან, სადაც აი ყინავდა რა და ჩვენ ვიყავით ჰამაკი და შორტებით და იმით რა და ახსოვს რომ ანუ ორი წყვილი შორტი მქონდა წაღებული, იმდენად ვიყინებოდი ღამე რომ ერთი შორტი მეცო ჩაულებრი და მეორე შორტი მეცო მუხლებთან რომ დავეფა. ანუ აი რაღაცა ის საშინელება დავიტანჯეთ ხამე და დილით 6-ზე ავდექით და თქვით რომ ანუ დღეს უეჭველი ბათუმში თუ არ ჩავალთ, ანუ მე აგეთ კი ქუჩა აგარით აღარ დავიძინებ, კი აღარ მინდა რა. და თქვით რომ უეჭველი ჩავიდეთ დღესვე ბათუმში. თუმცა ბათუმში ჩავიდეთ და არა რაღაც გამოვიძახოთ ვინმე და წაგვიყვანოთ. არა, უნდა ჩავსულიყავით ხა ეს ბიჭებს. ახლა ის გვაკაც რა, ეგო მოგუტოს ბიჭებს და. ხა და იყო 200 კილომეტრი და თან გოდერძის უღელტეხილე წინ. წავედით კარგად ვიქეიფეთ, თან მაშინ ჯერ კიდე არც ვიცოდი რა უნდა მეჭამა, რა ელექტროლიტები რა იყო, აი ვაფშეზე არ ვიყავი რა, ანუ აი რა უნდა რის უნდა მიმექცე იყო და ველოსიპედზე, აი ძალიან ესე ჰარალოზე დავდიოდით. მაგრამ გაჩ ეს გოდერძის უღელტეხილზე ავედით. ეს ბარგი ძალიან ესე თოკებით მოგრებული და დავეშვით ამ იმაზე რა ქვია ხულოსკენ უკვე ხრეშენ გზა ჩადიოდა. კი, მე იქიდან უკვე სუდა. და ერთი კილომეტრი რა 2 კილომეტრი რა და ეს ჰამაკი მქონდა მაშინ რა ქვია ჩარჩოში დამაგრებული. ეს ჰამაკი მოძრა წინა ბორბალში გაიჭედა და ანუ აი ვიდეოც მაქვს მაგის მე შევანახე მასავით მე განახებ. აი ერთ ყველაზე აი საზიზღარი ეს არის დალეწვა რაც კი მინახე და დღემდე რა ინტერნეტში. წინა ბორბალში გაიჭედა ეს ჰამაკი. ეგრეთ წოდულ სპიცებში. ხო რა, აი ხო სპიცებში გაიჭედა ეს გაქვავდა წინა ბორბალი და წინ გამისროლა და აი დავბზრიალდი და თავზე გადამაფრინდა ველოსიპედი. მე დავეხეთ ხესახით, აი სკორპიონს ეძახიან ხოლმე ფეხები რო თავზე გადაგდეს რა, დრო დავეხეთ ფეხები კიდე წინ გადავარდა. და დღემდე აქ შრამი მაქვს, ხელი დავარტყი, ესე მახსოვს და ნიკაპზე მქონდა ნაკაწრი. ალბათ აი 9 სანტიმეტრი და ალბათ ჩავილეწავდი ყბებს რა. ანუ ამაკ ნაკაწრი და გადავარჩი ეს ხელები დავარტყი და ანუ რავდექი აი ფეხის თითებიდან დაწყებული მენჯები, ნეკნები, აი დალეწილი ვარ, ჩამოხეული მაიკა, ბორბალი გაღუნული აღარ დადის ვაფშე ველოსიპედი. და ნუ აი რა ვიხ ველოდებით რომ ანუ ეხა გახურებული ორი ფიქრე და მეთქი რომ გავგრილდები, მე უკვე დამეწყება ტკივილი, გამისივდება რაღაც და მე უკვე ტენშია რომ მეთქი აქნე საავადმყოფო სად არის თუ აი სასტუმროში ხარ დავჭი თუ ვინ გამოვიძახო ველოსიპედს უკვე მაგ ფიქრებში ვარ და ამ დროს ნუ ეს თან დროს ველოსიპედი გავასწორეთ ეს საბურავი და რა შევატყეთ რომ როგორ ხარ და მეთქი რა ვერაფერი ესე და არ მტკივარ არაფერი თქო კი ეს დაბეჟილი ვიყავი მაგრამ ნუ მოძრაობდი და ეს ლაშა მეუნება რა მე გინდა დაჯექ ველოსიპედზე და ბათუმამდე აღარ გავჩერდეთ მეუნება და ანუ აი მაშინ ახსოვს რომ აი გამინეთ თვალებში 100 კილომეტრია ბათუმამდე და მაშინ ჩამეს მაგრამ პედალს დააჭირე, ან აქვე ჩაძაღლდი. და რა დავჯექით, ანუ ეს ეგთან ისო ხრესს გავდიოდით. ეგ ხრეში, ანუ აი რაზგონიც ჩავიარე. და თან რა დავიწყეთ, ანუ თავი დილიდან მოყოლებული ქონდა იდეა, რომ 12 საათამდე ჩავსულიყავით ბათუმში. ხამდენი დალეწვის რაღაცების გამო ძალიან დრო დავკარგეთ და ანუ 12 საათამდე ჩასვლა იყო, რომ ანუ დავიწყეთ აი შეჯიბრივით იყო რა, აი გონკავდით. რომ 12 საათამდე ჩავსულიყავით ბათუმში და იდეაში გოდერძიდან კი დაღმართი არის, მაგრამ სულ გორები არის, სულ უნდა ესქნა რა ქვია, მიაჭირო იმას რა ქვია პედალს და აი ეგ 12 საათამდე მან ჩასვლა იყო, აი რაღაც აი დღემდე ზღაპარებით მახსენდება რაღაც სიზმარებით არის, რომ ანუ თან სუტკივილში ვარ, თან კიდე უკან ის რაღაც ჩემი დრამა და ის მომყვება, გაბრაზებული ვარ და ცეცხლი მიგიდია. თან 12 საათი და თან რომ მტკივა თითქოს რომ ეს სისუსტე გამოვიჩინო, მე ლაშას ექსო ეგვაფ, გვილაპარაკენ ლაშას დამბერი, რომ აი შეიძლება ერთი ადამიანი დანებდე და როცა იცი რომ შენი სისუსტის გამოჩენა სხვასაც გაურთულებს გას, მე კიდევ უფრო დიდი ჟინი აქვს და აი ეს ბოლო 12 საათამდე ჩავასწარეთ და აი რო დავსხედით, ეგრევე სხვასთან მივიდით, ჩავედით ამოვედით და ვისხედით და აი არც ველაპარაკობდით რა, აი იმ ხელა ემოცია ქონდა, არც აი 3 საათი იყო თუ რამდენი საათში 3-4 საათი იქნებოდა ალბათ ეგზა რა. და აი მანდ რო ვისხედით, უკვე თვალწინ მედგა რომ ეს უნდა მეკეთებინა მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ აი უიშვიათესი ემოციების მომტანი არის. აი ხო არის ბავშვობიდან ხო რაღაც ემოციებს გავდივარ და მე ნელ ადამიანი ისეთ ემოციებს რომ რომელიც
ბავშვიდან ნანახი არ აქვს, რაღაცებს მე სახელებს ვარქვევით. მაგ ემოციას შემეძლოთ მე, სახელი არ მიპოვია ჯერჯერობით რა, რა უნდა დავარქვე, იმიტომ რომ ძალიან უცხო არის. სხვა ველოსიპედს გარეთ ეგ გზნობა არ გამიმიცდია. ალბათ ადამიანები ვინც დარბიან, ალბათ ეგენი განიცდიან კიდე რა. მაგრამ აი რო აღარ შეგიძლია და რაღაც ამოუცნობი მიზნისკენ რო ისწრაფვი და როგორ უნდა შეუძლებლის შეძლება. ჩემზე რა. ამის მერე ხდება შენ ცხოვრებაში, მგონია რომ მაგას მისდევ, ხო? მაგ გინდა მე ეს გამეორდეს ეს შეგრძნება და 2 მსოფლიო რეკორდი. როგორ დაისახე მიზნად? იმიტომ რომ ძალიან შთამაგონებელია რომ რაღაცაზე გაბრაზებული ადექი ველოსიპედით, გამოუცდელი, ხო? არც იცი სწორად რა წაიღო, რა დაამაგრო და გასაგებია რომ ერთი დიდი მარათონი ჩაატარე მეგობართან ერთად. მაგრამ მე როდის გიჩდება სურვილი რომ მსოფლიო რეკორდზე გაიქაჩო. მაგ მომენტიდან მსოფლიო რეკორდამდე იყო დაახლოებით 1 წელი და სულ 2 წელია მე მგონია. მაგ 1 წელში ხა რა მოხდა? იმაში რა ქვია, პორტუგალიაში წავედი სასწავლებლად. ეს ჩემი ველოსიპედი ჩავდი ყუთში და წავიღე თან. ცხოვრობდი პორტუგალიის ჩრდილოეთში. და მაქედანვე მოყოლებული მაგ დღეს ვიფიქრე რომ ოქტომბერში არჩევნები იქნება, ლისაბონში ჩავა ველოსიპედით 550 კილომეტრი იყო. შემდეგი ჩემი ჩელენჯი იყო რომ ლისაბონში ჩავსულიყავ და პირველად მოხდა რომ ხალხმა გაიგო, რომ ეს ტიპი რა შვება და ეგ ძალიან მესიე მომნა. მერე კიდე იქ 1-2 ჩელენჯი იყო, მათ შორის ერთ-ერთი იყო 400 კილომეტრი უნდა მე არა პორტუგალიის გზატკეცილი ნომერი 2 ქვია, რომელიც პორტუგალიის შუაზე ყოფს. არის 700 რაღაც კილომეტრიანი და ეს გზატკეცილი არის ხოლმე ველოსიპედისტების პორტუგალიის კვეთის რეკორდის დამყარების მარშრუტი. და ეს ამბავი რომ გავიგრო ეს ვიღაც ტიპები არიან, ვინც ამაში რეკორდს ამყარებენ, ეს იყო მეთქი ტიპები და გიჟები არიან. თუმცა შენ ეს ბათუმის გამოცდილება კარნახავს რომ შენ ამისთვის მზად ხარ? თუ როგორ ხდებოდი რომ ეს მზად ყოფნა რთუ, ვერ დღემდე ეხლა მეგონა ტრანსკონტინენტალზე მზად ვიყავი, მაგრამ თუ არ ყოფილა რთულია რომ გაიგებ მზად ხარ თუ არა, მაგრამ შინაგანი რწმენა რომ მე სირთულეში აღმოჩნდები, მეტკინება აღარ მომინდება, მაგრამ მაინც გზას გავარძელებ. ეს ცოტა უფრო ფიზიკურ მზადად ყოფნას ცდება. თავდაჯერებულობა შემატებდა ყოველი განვლილი კილომეტრი ველოსიპედზე, ამას მიმტკიცებდა რომ ვიცი რომ ძალიან გამიჭირდება, ვიცი რომ აღარ მომინდება და ვინანებ გზაში, მაგრამ ხალხი მანდ იყო ერთ-ერთი ის რა. თუ არ ვინანე საკმარისი არ ყოფილა. შუა გზაში თუ არ ვინანე საკმარისი არ ყოფილა. რა, მოდინი მაკრო, ტილოს დამაწყებინე სადღაც გზაში. მაგრამ მთელი იდეა ეგ არის, რომ ტერილი უნდა დამაწყებინოს გზაში, მაგიტო ვაკეთებ მაგას. და მაგარი მიგნება. და პირველი მსოფლიო რეკორდი როგორ დაიგეგმა? სად დაანონსე რომ ეხა შუა გზაში ვიყავ, პორტუგალიდან რომ მოვიდეთ საქართველოში, საქართველოს რეკორდების ფედერაციაში გავაგზავნე განცხადება, რომ მეთქე ეს უნდა გავაკეთო. დამიკავშირდა ბატონი დავითი, უმაგრესი ადამიანი არის პრეზიდენტი რეკორდების ფედერაციის. რაღაცნაირად გამომიცხადა ხარდაჭერა, შევთანხმდით დეტალებზე როგორ გავაკეთებინა. მერე ჩავწერე ვიდეო. საქართველოში ჩამოვიდი პორტუგალიიდან, ცოტა აურიე, რათა ისე დაღლილი ვიყავი ძალიან, იქ დალევა დავიწყე რაღაც და ერთი კვირა რომ გავიდა, მეთქი მეთქი ხა აზე მოდი, გავედი აივანზე, ჩავწერე ვიდეო, მეთქი რეკორდიდან დავამყარა. და მეთქი დათაკეთ კომენტარებში კომპანიები, რომლებიც თქვენთვის ამ ამბავთან ასოცირდება. და ძალიან ბევრი კომენტარი იყო, ბოლოს რაღაც დაახლოებით რაღაც 8-10 პარტნერშიპი მქონდა, ზოგი ფინანსურად დამეხმარა, ზოგი სხვა რაღაცებით. და მარშრუტი იყო, სხვა გიგა იყო და კიდე ერთი ლუკა ჩემი მეგობარი, ჩემი დამხმარე. გიგა მორღოლია ხო. და ლუკასაც. ეგ ცალკე სიგიჟა მგონია რაც ხნეს, იმიტომ რომ 29 საათი ადამიანს მანქანით ვდიო, მე მაგას ვერ ვიზავდი. ხა და მაშლოვანში დავიწყეთ და ურეკამდე იყო, ურეკში იყო ფინიში. საბოლოო ჯამში იყო 525 კილომეტრი ვიარე 29 საათში. შუა გზაში კიდე მუხლებზე პრობლემა ჰქონდა, ეგ ცალკე სიგიჟე არის, მაგრამ ეგეთი მაგის ინსპირაცია წამოვიდა აი პორტუგალიის რეკორდებიდან რა. და მეორე რეკორდზეც გაგიჩნდა სრული, რომ მეორე რეკორდი დაგემყარებინა, ეს არის ბაქოში, ესეც დაამყარე, მაგრამ მე უფრო რა მაინტერესებს, აი მეორე რეკორდზე როცა მიდის ადამიანი. ამ დროს უფრო გიადვილდება, იმიტომ რომ იცი რომ მანამდე გაიკეთებია თუ უფრო გეშინია რომ მეტი გაქვს დასაკარგი. იმიტომ რომ ერთი გაქვს უკვე რეკორდი და მეორეზე რომ მიდიხარ. აი, კაი, ეგეც ძალიან კაი მიგნება. როგორ მან უფრო რა
ჩემთ როგორი ისტორია იყო, იცი? მე საქართველოს კვეთისას მივიღე ძალიან რაღაც დრამა საშინელება არ იყო, მაგრამ ესეთი ძალიან მტკივნეული ტრავმა მივიღე რა. მუხლებში მქონდა ყესების ანთება, ყესების ანთები თუ არის რაღაც 20 საათი დაახლოებით და მეტი. ამ საქართველოს კვეთისას და მე იქნა მოყოლებული 3 თუ 4 ველოსიპედზე ვაფშე საერთოდ არ მჯდარ. და ეგ 3 თვე ისე გავიდა რომ ანუ ვაფშე რაღაც შევძლებდი თუ არა კიდე დისტანციების დაფარვას ველოსიპედით არ ვიცოდი. ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ იყო და ამ მდგომარეობაში თან ცოტა დეპრესია მოყვა, იმიტომ რომ ცოტა დავიკარგე ამის მერე და დეკემბერში როცა ჯერ კიდევ დისტანციებს ვერ დავდივდი მაშინ და ჯერ კიდევ მდგებდა მუხლები, დავრეგისტრირდი ტრანსკონტინენტალზე, იმიტომ დეკემბერში იხურება მაგისის, იმიტომ მეთქი ეს უეჭველი უნდა ვქნა და თქვი რომ ტრანსკონტინენტალამდე მეთქი აზერბაიჯანს ვიზავ, იმიტომ რომ ეს იქნება ჩემი ტესტი, რომ ისე ვისვარ, ვინც ვიყავ. და ცოტა როგორ იყო ეს redemption story იყო, რომ აი ის რაც საქართველოს კი მართალი რეკორდი დამყარე, მაგრამ რაც ფიზიკურად წამართვა ამდენი დრო დამაკარგინა, მეთქი და დავბრუნდე და უაჩვენა ჩემთვის, რომ შეგიძლია. თანამასობაში აზერბაიჯანი ახლა ძალიან კარგი ესეთი ამბადმოსაყოლი ამბავი, იმიტომ რომ დაკეტილი იყო საზღვარი, ბევრი ლოჯისტიკური პრობლემა იყო ძალიან. თან ამჯერად ჩემი crew გუნდის წევრები იყვნენ მახო და გიორგი, მახოს კი იცნობ ყიფშიძეს. მახო ყიფშიძე დაგვეხმარა ჩვენ აქავროვის. გიორგი ჩიტაშვილიც უმაგრესი ადამიანია, 2 ოპერატორი, 2 რეჟისორი ფაქტობრივად და ვილაპარაკეთ რომ მოდი გადავიღოთ დოკუმენტური ფილმი. ეხლა ვასრულებთ აი სუბტიტრების დამატებას, სადახანში იქნება ესეთი ოფიციალური პრემიერა. და დავიწყეთ ბაქოც ისე ბაქო რა აზერბაიჯანის გადაკეთოთ სოფლიო რეკორდია ხო? კი, ანუ ერთი არავის არ გადავკვეთია? აქამდე არავის არ გადავკვეთია. თუ ვიღაცა მაჯობოს, ან იმის იქნება რეკორდი. აზერბაიჯანში ხა იმ ვიღაცა უნდა გაჯობოს დროში, ხო? დროში, ხო. აზერბაიჯანი იყო 490 კილომეტრები არე 19 საათს და 54 წუთში. მაგარია. ტრანსკონტინენტული შეჯიბრებაც ახსენე და ვინც არ იცის, ვინც არ გიყურებს და ასეთი შეიძლება კი არა ბევრი ასეთი ადამიანიც მინდა რომ ძალიან მარტივად ავხსნათ რა შეჯიბრია ეს ერთ-ერთი ბოლო გამოწვევა იყო სადაც შენ მიიღე მონაწილეობა და ძალიან საინტერესოდ განვითარდა იქ მოვლენები ეს მოვყვეთ ეს ისტორია ამ ორი რეკორდის შემდეგ უკვე მიდიხარ რაღაცა ეგრეთ წოდებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხო ამაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა არის ულტრა ველო სამყაროში ხო და რა ხდება აქ რა უნდა ქნათ ესე იგი ტრანსკონტინენტალის მთელი იდეა დაფუძნებული არის რომ ევროპის კონტინენტს კვეთს ეს რბოლა აქამდე წელს სტარდებოდა მე-12 ჯერ წინა 11 იყო დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე კვეთ, ანუ პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, სტამბოლში ყოფილა ფინიში და ესეთი სხვადასხვანაირი მსგავსი ეს იყო მარშრუტები. ეხა პირველად იყო ნორვეგიიდან საბერძნეთიდან, ანუ ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე კვეთა. დაახლოებით ყოველ წელს არის ხოლმე დაახლოებით 5000 კილომეტრი დისტანცია, გზაში დაახლოებით 4-5 ჩეკპოინტით. მაგრამ ჩეკპოინტამდე როგორ მიხვალ შენზე დამოკიდებული შენადგენ რუკას წინასწარ. არის სრულიად თვითკმარი რბოლა, ანუ გუნდი არ ყავს. ყველანაირი გადაწყვეტილება, ყველანაირი ნივთი გზაში უნდა შეხვიდეთ მაღაზიაში იყიდოთ, დაძინება თქვა სასტუმრო შეგიძლია, მაგრამ უმეტესობა გარეთ ვიძინებთ. დროში მოიგო. ან მთელი ამბავი აქ არის, რომ ველოსიპედი გაქვს, დაწყების და დასრულების წერტილები იცი, ნუ 1-4 წერტილიც იცი და ჩადი რაღაცა 20 დღეში ჩადი. 20 დღიანი ლიმიტი არის, ანუ 20 დღეში ვინც ჩავა, ხვდება ზოგად კლასიფიკაციაში, ანუ რაღაც მთავარ რანკინგში. ხო. 20 დღეს მერე ვინც ჩავა, ანუ ფინიშერის სტატუსი ენიჭება, მაგრამ ეს უკვე ცოტა უფრო სამოყვარულო ეს არის რა, რაღაცა რანკი და შენ მიზნად დაისახე, რომ 20 დღეში ჩავსულიყავი. 20 დღეში ჩავსულიყავი ვეჭვარი, ხო, ვინც იგებენ ეს არის, ანუ აი როგორ თქვა, ეხლა ცოტა რთული შესაძლებელია ფეხბურთთან ამ სპორტის ინტერესი პირად უფრო ეს არ არის მეინსტრიმ სპორტი, მაგრამ როგორც აი მესი და რონალდო და ვთქვათ, ეხლა ვისაც ბაპე და ვისაც ვიძახთ, რომ ძალიან მაგრები არიან, ამ რბოლაზე ჩემ გარშემო სტარტის ხაზზე იდგა 1-5 ესეთი ლეგენდა ამ სპორტის რა. რობინ გემპერლე, კრისტოფ შტრასერი, იანა კეზენჰაიმერი, ესენი არიან აი უდიდესი სახელები ამ სპორტში. ხო. და დაიწყო რბოლა, შენ აქ ახარ ჩასული და როგორ დაიწყო? ანუ აი აქ ახარ ხო? იცი, ეხა ანუ ვინც მიყვარდა კი იცის და ვინც არის ეს საბოლოო ის არის რომ ეს ვიყავ ვერ ვიარე კარგად და შუაგზაში მომიწია გაჩერება.
მე ვფიქრობ რომ მაგ რბოლაში დამარცხდი მანამ სანამ რბოლაზე წავიდოდი. იმიტომ რომ აი კაი საბოლოო ჯამში კაი აკვეთილი იყო, მაგრამ ეხლა რო ვიხსენებ, აქ წასვლამდე ცოტა ქედმაღალი გავხდი შეიძლება ითქვას რა. იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ 400-500 კილომეტრის გალო შემიძლია დღეში, რაც გვერდილი მქონდა რაღაც სამჯერ უკვე დაახლოებით 400, 450 და 525 კილომეტრები. და ამ რბოლაზე უნდა მე არა მე 250 კილომეტრი დაახლოებით ცოტა მეტი, ძალიან ცოტა ნაკლები დღეში იმისთვის რომ ამ კლასიფიკაციაში მომხდარილიყავი. და ვიძახდი რომ მეთქი ეს 250 კილომეტრი. ხო. დილის რუტინაა ჩემთვის. ხა და ნუ არ ვივარჯიშე საკმარისი კი არა და ძალიან ცოტა ვივარჯიშე. ძალიან უფრო მეტი დრო დავუთმე ხანსახველი მოდიოდი და მაშინ ყურდღება მაგას მივაქციე. ცალკე ის იყო რა ქვია მარკეტინგი და გადაღებები და სხვაგან ვიყავი ფიქრებით ფიზიკურად აქ ველოსიპედო მაგრად ემუშავა რა. ნუ ეგეც საკითხი ველოსიპედს როგორ აწყობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტექნიკური მხარე აქვს ამ რბოლას. სხვადასხვა მიმოქცია ყურდღება, ჩემ ფიზიკურ მომზადებას არ მიმოქცია ყურდღება და ძალიან ცუდად დამებრუნდა უკან. მაგის გარდა კიდე იქაც თვითონ რბოლაზეც დაუშვეს, იმიტომ რომ ეს კამერა სწორად დავაყენე და მე მუხლებზე დატვირთვა მივიღე. სტარტის ხაზიდან ჩემ თავს ვეუბნებოდი, რომ ედეკლენ რბოლა დაიწყე ნელა. იმიტომ რომ აქ არიან შენზე ბევრი ძლიერი ველოსიპედისტები და შენ თუ ეცდები იმათ ტემპს აყვენ, გადაიწვევი პირველივე დღეს. 40 კილომეტრი რო გავიარე, ეგრე 40 კილომეტრი დიდი გიჟივით ამ დიდ სახელებს. ხო როგორია? მესის რო ეთამაშები და არ გაიკიდა, ხო? ხო. ხა და 40 კილომეტრს მე გავჩერდი, იმიტომ რომ ანუ მუხლები მტკიოდა უკვე ისე რომ აი ვიწელებოდი და ვიმასაჟებდი. და მე უკვე მაგას მოყვა როგორ იცი, აი ერთ შეცდომას რო რაღაცის ლო გამოვასწორდა და მე ის რო უარეს შვება და მე კიდე ის აი snowball ეფექტი გამომივიდა საბოლოოდ. იქ ძილი დამაკლდა, იქ ცოტა საკმარისი ვერ ვჭამე, იქ ფეხები მტკიოდა. ძილი აი სადაც დაგიღამდა დაიძინე. ეგრე შვებოდი. შენ თუ აი არა, უმეტესობა მასე შვება. არიან ახლა მაგალითად აი ყოველ სხვადასხვანაირი 500 მონაწილეა ჩვენ 450. ხო. და ყოველს აქვს სხვა თავისი ტაქტიკა რა. ხა მაგალითად აი პირველი ვინც იყო რობინი, რამდენჯერ მე ვნახე რომ სასტუმროში შეძინა, იმიტომ რომ ანუ ბევრს რო გადიოდა, მაგას ჰქონდა იმისი მარჟა, რომ კარგად დაემთხვია და სასტუმროსთან როცა მოხდებოდა იქ დაეძინა. და 8 საათი ძინებდა, აი კარგი ემრიელოდა და მე აგრძელებდა. ნუ სტრატეგია ქონდა რომ ძალიან დავიღალო, მაგრამ მე ეგრეთ წოდებული ხარისხიანი ძილით აინაზღაო რომ ზოგი პირიქით მე მაგას ეგრე შევებოდი რომ ჩერდებოდი, როცა ვატყოდი რომ ეძინებოდა, იმიტომ რომ აი მე გაწელების მიღება გიჭირს. ერთი 3-4 საათი ვიძინებდი, აი ვიღუძებდი fresh. მაგრამ სად იძინებდი შენ? გაზის ბენზინ კალონკა, ავტობუსის გაჩერება, მინდორი. ეგ გაძლევს, ანუ მე რა ვიცი, არ მაქვს ეგ გამოცდილება, მაგიტომ მაინტერესებს დარწმუნებული ვარ, უმეტეს თუ ყველა ჩვენ მაყურებელს არის. აი ესეთ რაღაც ქუჩის პირობებში, სიცივეში, სიცხეში რო იძინებ, აი აღდგენა როგორ ხდება? იცი, აი კარგი კითხვა, საბოლოო ჯამში ბოლომდე პასუხს ვერ გაგცემ, იმიტომ იმ მომენტში კი გძნობდი მე ძალიან კომფორტულად მეძინა და რო ვიღუძებდი, კარგად ვწონდი თავს. მაგრამ შეიძლება იმის ვქეთ ეგ სოულში და ეგ ორგანიზმში რა ხდება, ბოლომდე ალბათ არ ვიცოდი და შეიძლება ეგეც შეიძლება ყოფილიყო ეგეც იმის ამოყობის პრობლემა. და სერიოზში რამდენ დღეში მოხდა? ანუ მივხვდი რომ აი მესამე დღეს, უკვე ანუ ერთ-ერთი ყოველ ჩეკპოინტს თავისი დროის ლიმიტი ჰქონდა. მესამე დღეს შევატყობ პირველ ჩეკპოინტს ვეღარ ვასწრებდი, მეორე დღის ღამის როგორც მახსოვს. და ანუ ეგ იყო რომ მეთქი რა, ანუ შევრცხვი ის კი არა, ანუ ჯერერთი რომ შევრცხვი და მე ყველაზე მტკივნეული მანდ რა იყო, იცი რომ აი ვერ შეძელი არა დიდი ტრაგედია რა. დანაშაულებს ხსნება გზენის საშინელი რა. რა მეთქი, ანუ ამდენი დრო გქონდა რომ ამზადებული ყავი და აი იმიტომ რომ ქედმაღალი ხარ და იმიტომ რომ თავი მაგალითები გგონია, თავი ამოყვა. ანუ ჯერერთი რომ ხელიდან გაუშვი ამ ხელა შესაძლებლობა შენი ცხოვრების რომ ტრანსკონტინენტურ ბოლოზე ხარ და ამ დროს უყურებ და ანუ აი გაფრინდნენ სხვები და მე ვდგავარ და საში ვიყურები რომ მეთქი რა ვქნა, ვიღარ დავდიოდი რა. და ანუ ძალიან დიდი სინდისის კენჯრა მქონდა. რაღაც დოზით ალბათ სირცხვილი შეგრძნებაც რა, ანუ ხალხს შემისჩერა და უკვე ხო რეკორდსმენობას თუ იბრალებ ადამიანი, ეგრე პირველივე ჩეკპოინტთან არ უნდა დამარცხდე რა. და ეს რთული გადასახარში იყო და რთული მისაღები იყო ის რომ ეხა ეგეთ სიტუაციაში ხარ და ეხა აღარ ხარ რა ის მაგალითები. და ეგრევე ვთქვი რომ მეთქი ანუ სახლში მივდივარ რა. მივწერე ამ ორგანიზატორს რომ მეთქი მომხსენი მეთქი მივდივარ თქო და
მე წამომეწე ერთი ავსტრიელი ტიპი იმან მექსი აი მაგ ისტორიამდე ერთი მინდა გითხრა რომ ანუ ხვდები რომ სანამ იტყვი რომ მორჩა ანუ მე ვეღარ ვაგრძელებ ფიქრში ხარ ანუ ჯერ ფიქრი აგეკიდა ხო აი ზუსტი მომენტი როდის არის როცა ხვდები რომ მიუხედავად იმისა რომ ძალიან პირველ რიგში დიდი მადლობა ძალიან პირად რაღაცას აზიარებ ხარ რომ კი მე მგონი ღირებულად თვლი და იმის მიუხედავად რომ შეიძლება რაღაც ბევრი სიტყვები არსებობდეს ამის დასამშვილებლად რომ შენი ბრალი არ არის ყოველთვის ვერ მოიგებ რა ბევრი რაღაცა მაგრამ ეხლა მე მგონი ძალიან პირად რაღაცას გვიზიარებ რამდენად შენ თავს დაუწყე პირველ რიგში ბრძოლა რომ მომზადებულიყავი რაღაცა არ გცხვენია დანაშაული გზნობა ამაზე დარწმუნებული ვარ თვითონ იმუშავე მაგრამ აი რა მომენტში ამბობ თუნდაც ამდენი ფიქრი რო გეკვიათ იმიტომ რომ მან მგონია რომ გადამრჩენელი არის როცა იტყვი რომ მორჩა რა ანუ სადღაც და დაასრულო ეს რა მომენტში თქვი ეგ აი როდის ხო არის ბრძოლა იქნებ მაინც ან რაღაცა აი ძალიან მწარე მომენტი რა იყო იცი ხამე ანუ ბოლო ხამე მქონდა სადაც უნდა გამიარეს დარჩენილი რაღაცა 150 კილომეტრი და მახსოვს რომ აი მახსოვს მე მგონი აღმართზე ავდიოდი ყველაზე მსუბუქ მაშინ მაქვს სიჩქარე და აი წვალობ და გავიხედო თურმე აღმართზე არ ვდგავარ სწორეზე ვდგავარ და მან მივხვდი რომ ფიზიკურად ვაფშე ძალა ახარ მაქვს გავჩერდი და მაგრამ მეთქინო ჭამო რომ ძალა შევივსო და ანუ გული მერევა საჭმელზე იმიტომ რომ ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ბოთლნექ ეგ არის რა ვიწროყალი რა საჭმელს თუ ვეღარ ჭამ ვეღარ ადიხარ და ანუ ვეღარ ჭამ გული მერევა და მეთქი რა ვქნა და მეთქი დავიძინო თორე მეთქი რა ხარ მოუკვდებით რაღაც და მაგდროს შუაღამე იყო მაგრამ ქეთა რახან ამერიკაში მაგდროს იყო და დამიერიკა რა საკეთებო რა იქ რუკაზე მიყურებდა და რო გავჩერდი შემატყო დამიერიკა და აქამდე ხო ბევრი სიგიჟე მიკეთებდი და მთავარი ჩემი ის არის ხოლმე რომ სახში ვთქვა რომ კარგად ვარ და მე რაღაცას ვიზავ რა აი ბოლო ხმაზე ვტიროდი გავს ტელეფონში რომ მეთქი აი ვეღარ დავდივარ და რა გავაკეთო მეთქი და ბოლოს გავუთიშე და დავიძინე იქ რა და 1-3 საათი მეძინა მე მგონი რაღაც ეგრე დილით გავიღვიძე და ამ დროს თეთა ჩემი და ქეთა ძალიან ნერვიულობენ გონიათ რომ მოვუკვდი იმიტომ რომ რაღაც 800 მეტრზე ვარ ანუ 100 თვის მაინც ხა იქ ჩრდილოეთში ძალიან ეს არის მინუსები იყო ღამით რა და გონიათ რომ ვინა რაღაც დამემართა და მამათ უთხრა მეთქი ოკეი გადავრჩი მაგრამ ნუ აი განადგურებული ვარ ემოციურად რა მე ვიდეო ჩავწერე რომ მეთქი ესე მოხდა მეთქი და ველაპარაკე ამ იმას რა ქვია ორგანიზატორს ხო რა მეთქი რა და ამან მითხრა რომ შეგიძლია რომ გავერძელო მაინც რა მაგის მიუხედავად ფინიშერებაში მოხდებია და ანუ აი ველოსიპედი კი არა ის არ მეთქი სახში მინდა ჩემს საწოლში და დავიძინო ისე ცუდად ვიყავი რა და ისინად მიუვალდილოს ვიყავ რომ ვერც ანუ ან ვერაფერს ვერ იზავნა წავნა შენით გამოხვიდე იქნებ ვერ მოგაკითხავს ხე რა მინდა წესებშიც კი ეგუძერიათ ხო როგორი არის ეგ წესი მომეწონა და თუ დაიკარგე სახელმძღვანელოში იყო რომ რა ვქნა რომ თუ დავიკარგე და get unlost გამოიკარგე ხო რა აი ესე თქვა მე ვერ თარგმნი ხო მაგრამ ამ მომენტში როდესაც ამ ბრძოლებში ხარ ჩლება ერთი ადამიანი და ვინ არის და რას გეუბნება მექსი ავსტრიელი ძმა საკმაოდ დიდი ჩემზე 50 პლუსი რა და მე ამ დროს ველოსიპედზე აღარ ვზივარ ანუ ხელით მივოთრე აღმართზე ამ ველოსიპედზე იმიტომ რომ უკვე გული მერევა ყველაფერზე ეს რო წამომეწე მეუნება რომ ეს არა მე ვუთხარი მეთქი რას აპირებ მეთქი ვერ მივასწრებ მეთქი და მე რაში მაინტერესებს ჩეკპოინტები მე აქ ველოსიპედზე საკატაოდ წამოვედი და მეთქი მე სახლში მივდივარ თქვა არა სახლში არ მიდიხარ შენ საბერძნეთში მოდიხარ და წავიდა ეგრევე და დავრჩი ვიყურებ ეგეთ რაღაცა ულამაზეს ადგილებში ვარ და მან გავიაზრე რომ მეთქი რამე შეიძლება პროსტა ფული გადამეხადა იმაში რომ ველოსიპედი წამოსულიყავი და აქ ყველანაირი შეჯიბრის გარეშე ყოფილიყავი და ამ იმას მივწერე რა ქვია მე ორგანიზატორს რომ მეთქი თუ დრო არის მეთქი დავრჩები თქვა და თუ ამათ ეგეთ წესი ქონიეთ რომ დებირო გეუბნება რომ მოხსენიოთ ცოტახანი არ ხსნიან იმიტომ რომ შანსი არ გადაიფიქრეს რა და ამან ხო არაფერი არ პრობლემა არ არის არ მომიხსენ ხარ და მიდი გაგრძელე ამ მექს ამოვეწიე და მეთქი ეგ ამეთქი მოვდივარ თქვა და ნუ გავუხარდა ძალიან და გავარძელე სადა ეხა თლად ეგრე ერთი დღე აღარ ვივლი ეგ დღე ეხა წამე დილით ეგ იყო იყო დილის 6 საათი მთელი დღე ვიარე და მაგ დღის ბოლოს მივადექით
უღელტეხილს სადაც ავდიდით 0 მეტრზე ხარ ზღვის დონეზე ხარ და 1300 მეტრზე ნასულიყავი ძალიან ციცაბოზე რა 16 კილომეტრში და არჩე კაკრას აი გზაში ანჯომი გადავგეცნი მე და ეს მექსი რა სხვა ადგილებში და ბოლოს რომ მივედი მანდ ხედავ რომ უკან მოდის და მეთქი სად მოდიხარ მეთქი რა ძალიან აღმართია კარჩი მე ხო დავიძინებო დღეს და ხვალავალ და მეთქი ჩემთვის ანუ დღევანდელი დღე ესეთი იყო მეთქი რომ მე დღეს ვეჭველი იქ სავით უნდა ავიდეთ ხო რა და მიყვნენ ყველა კაი მეც წამავალ და დავიძარეთ ერთად არჩე ვიარეთ ამ აღმართზე ნუ რამდენიმე საათი 16 კილომეტრი კი არის მაგრამ ანუ აი იმცინე აღმართე რომ ნახევარი ხელით ვაგორეთ და ნუ ვიწვალეთ და არჩე ამანი ფიქრო რა ხა უკვე დღამდებოდა რა 12-ისკენ იყო უკვე სადღაც და მეუნება რომ არჩე მე თან ამისა მე აქ დავრჩებიო და დილით ადრე დავიძრებიო და მეთქი ვერ დავიძინე და მეჩვენა ვიაროთ ხო და მოკლედ ავედი რა მოკლედ ხამე იქ ძალიან ცივდება რა ნორვეგიაში და სადაც 12 პირველისკენ იყო რო ავედი ამ 1300 მეტრზე და ანუ ადგილია როგორ იცი რომ ძალიან მაღალია მზე არ ჩადის ისე ჩრდილოეთში და როცა მაღალზე ხარ ვაფშე ნუ 5 პირველ საათზე იყო ჯეკი წითელიცა ხო სავსე არის ეს ადგილი პლატო არის რა ტბებით არის სავსე და ეს ვიწრო გზა გადის და სულ კემპერვენები დგას რა ეს მანქანასახლები უამრავი ეს ხალხი ზის ყველა ძალიან წყნარად მაგრამ მანქანათა ხალხი ზის და ზოგი იმას უყურებს მზის ჩასვლა ზოგი რაღაც სწვავს და ეს 10 კილომეტრიანი პლატო არის სადაც არის გორები არის რა და ამ გორებზე სიარულის ერთ-ერთი სტრაფი მანერა არის რომ ყველა აღმართზე მიაწვე და დაღმართზე დაეშვა და ძალიან ესეთი ენერგიული სამოძრავე 10 კილომეტრი და რო ავედი უცბად ამ რო ვაწვევი და ვატყობ რომ მეთქი ანუ გავიაზრე რომ დილით ვიყავი ანუ აბსოლუტურად განადგურებული ანუ რაღაცა იგეთი გატეხილი ცხოვრებაში ძალიან ცოტაჯერ ყოფილი ვარ და მთელი დღე აი რკინის ღეჭვის მერე უცბად ხარ სადღაც 1-200 კილომეტრით მოშორებით 1300 მეტრზე რაღაც სასწაული ხედები და მზის ჩასვლა არის და მაგმართზე რომ მივქრივარ და ამიტყდა როგორი ტირილი იცი რომ ანუ სიხარულის რა მაგრამ ბოლო ხმაზე ღრიალებ თან გიჟივით მივდივარ და მე ძალიან მეცინებოდა რომ გავიაზრე რომ ეს ხალხი ხო ზის და რაღაცა უთხრა და რაღაც უყურებ და უცებ ვიღაც გიჟი მოკრის ველოსიპედით ბოლო ხმაზე ღრიალებს რა და ძალიან მაგარი იყო იმათვისაც დასამახსოვრებელი იქნება ჩემთვის ანუ ერთ-ერთი მომენტია სხვადასხვა პოდკასტებში რომ აი მაგარ ადგილას ვიყავით ვიჯექით წითელიცა და ვიღაცა მოდის ველოსიპედით ხო და აი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მანდ მივხვდი რომ ანუ აი იმ მომენტში გზის რომ მარტო მაგ მომენტად ღირდა რომ მან ეგ მეგრძნო რა მაგ მომენტში თელი შენი ცხოვრება ხა ჯერჯერობით რასაც ყვები არის არ გაჩერდე ჩვენი ხარდამჭერი არის საქართველოს ბანკი და გვაქვს ასეთი რუბრიკა ხო შენიც არ გაჩერდე მაინტერესებს აი ამ გამოცდილებაში შენი შეფასებით იმის მიხედვად რომ რაღაცა შეჯიბში გაჩერდი რას ნიშნავს შენთვის არ გაჩერდე ზუსტად დღევანდელი გადმოსახელი იცი ეგეთ რაღაცას მოგიყვები მაშინ რა ეხლა უცბად ეგ გამახსენდა რომ აი აგას ტყავზე რომ მუშაობდი მაგ ეგ პერიოდი იყო რომ სახლში მომიყვანეს პატარა კნუტი კორა დავარქვი და როგორი პატარა იყო იცი აი ნუ აი ალბათ რამდენიმე შეიძლება 1 თვის მაქსიმუმ რა ძალიან პატარა და პირველივე საღამოს მახსოვს რომ ავჩერ გამიყვანა სახლში და ამ ძაღლმა მომტაცა და უცბად გავეკიდე იმაში და რა სიბნელეში და პირიდან გამოვაცალე რა მეთქი მოკლოდ ხო გადარჩე თორმე ეს ამ უყურებდი ამ კატას რომ როგორც პატარაზე წამოიზარდა დაუწყო ამ ძაღლს თამაში ყოველ ჯერზე იმიდან მეპარებოდა და უნდა რომ გაქცეოდა რა მე ეს ნუ ძალიან მეუცნაურა რომ ხო ანუ ერთხელ გამის მოკლა ხო დაანებე თავი მე შევატყე რომ ეგეთი ჩვევა ქონდა რომ ვაჭმევდი თვითონ რომ თავის საჭმელი ქონდა დავждებოდი რომ ვჭამდი მოვიდა და უნდა რომ ჩემი საჭმელი ეჭამა და ნუ აი არ იმაშვებოდი რა ქვია არ უშვებდი რა შვა გამერტყა თავში მე დამანებე თავი რა ცოტა ისე უხეშად რომ მოხდებოდა რა რომ ვერ მაჭება კუთხეში დაждდებოდა ცოტა მოშორებით და მიყურებს გავიხადებოდი თორე ეგრევე ეცემოდა და ჩემს ეგარი არ გაჩერდა რა ის კი არა რომ თავით მეცეს და ვერ მაჯობე რა წადიდან დამანებე თავი უნდა წახვიდე დაждდე და სწორ დროს დაელოდო მოემზადო დააკვირდე ფხიზლად იყო
ჩემთვის ეგრე არ გაჩერება და არა ის რომ თავით შეასკდე რაღაცებს. ეხლა ჩემთვის საბოლოო ჯამში იქ შვედეთში გავჩერდი რა. ეგ იყო ჩემთვის ძალიან გამოზომილი და ესეთი კალკულირებული გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ შევატყე რომ ოკეი, რომ მე ჩავალ საბერძნეთამდე, ისეთ ტკივილში უკვე მუხლების მხრივ რა. ანუ ეგეთ ტკივილში ხარ ეგ უკვე აღარ არის ჯანმრთელი. ტრავმა გაკიდებულია კიდევ უფრო იმწოვებ, რა ხო ჯობია რომ წახვიდე სახში, მიიღო ეს მარცხი, როგორც მარცხი, იმიტომ რომ მარცხია ისედაც და შეეშვი რა მის რომანტიზებას, დამარცხდე. წადი სახში, მოიშუშე, ივარჯიშე, გაანალიზე შენ შეცდომები, გახდი უკეთესი, დაბრუნდე დაამტკიცე რომ მაგარი ხარ. ეგ არის გაჩერება ჩემთვის. და რა ის რო თქვა რომ მე შემიძლია რომ თავი შევაკლა რაღაცას, არა თავი შევაკლა არ გაჩერება. სწორი გზის პოვნა და სწორი მომენტის ძებნა არის არ გაჩერება ჩემთვის. შენ როდესაც ეს შეჯიბრი დაასრულე შენთვის ჯერ კიდევ მე მგონი ავსტრიაში იყავი? შვედეთში. მარკეტერის პოსტი გქონდა მარკეტერის ინსტაგრამზე, ძალიან საინტერესო, მეც კი მომწონს ეს პოსტი. ძალიან კაი პოსტი. არის ახალ ფილმზე, ოდისეაზე, თავად იდეები ხო ჰომეროსი და ოდისეუსი 3000 წლის არის და მახსოვს რომ მითხარი ძალიან გამომეხმაურაო ეს ყველაფერი, აქ ძირითადად ხო ორს გამოვყოფ. ერთი არის დანებება. დანებება არის ესეთი განმარტება გვაქვს ჩვენ გაკეთებული, რომ შესაძლოა მთელი ცხოვრება გაატარო ყველაფრის კონტროლში, მაგრამ ერთხელაც აღმოაჩენ, რომ თავარი სწორედ დანებებაა. ოდისევს არ შეეძლო ზღვისა და ქარიშხლის დამორჩილება. ის ვერ აკონტროლებდა ღმერთებსა და ბედისწერად. მის ხელში მხოლოდ საკუთარი არჩევანი და რეაქცია იყო. სიმშვიდეც სწორედ იქ იწყება, სადაც ყველაფრის კონტროლის სურვილი მთავრდება. და მეორე არის სახლი, რომელიც მგონია რომ შენ გამოგეხმაურა. ცხოვრების დიდ ნაწილს საბოლოო დანიშნულების ადგილის ძიებაში ვატარებთ და გვავიწყდება, რომ მოგზაურობა გვაყალიბებს. ოდისევსიც ფიქრობდა, რომ ითაკაში დაბრუნებისთვის იბრძოდა. სინამდვილეში ყოველი ქარიშხალი, ყოველი დანაკარგი და ყოველი გამოცდა აყალიბებდა ადამიანად, რომელიც ბოლოს სახლში დაბრუნდება. ხშირად სახლი ადგილი კი არა, ის ადამიანია, ვინც გზაში ხდები. როგორ გამოგეხმაურა ეს ყველაფერი შენ? აი, განსაკუთრებით ეს სახლში დაბრუნება, იმიტომ რომ მგონია რომ თელის გზები, რასაც გადიხარ, გაყალიბებს სხვა ადამიანად, ხო? აი, სახლში დაბრუნება, მოდი, აი, დანებებით დავიწყებ რა. აი, დანებებაზე მე უფრო ვიტყოდი, რომ აი, რეალობის მიღება რა, თუნდაც ის მარცხის მიღება, დანებება ჩემთვის ყოველთვის როცა გავჩერდი. დანებება ის იყო, როცა მივიღე ის ფაქტი, რომ მე დავმარცხდი. ეს იყო რეალობასთან დანებება რა. მაგრამ ეს არ არის რაღაცა მარცხი ამ დროს პირიქით. ხა ოდისევსთან რაც არის რომ ბუნებას და ღმერთებს ვერ აკონტროლებდა სინამდვილეში ეგ მაგისი დანებება არის რომ გაიაზრა ის რა რატო განრისხდა ოდისევსი პოსეიდონი ხო? იმიტომ რომ ციკლოპს დაუწახა რომ გახსოვდეს ჩემი სახელი მე ოდისევსი ვარ. აი ეგ იყო ჩემთვის რა იცი რომ აქ თქვი რომ მე რეკლე ვარ თქო ორგზის რეკორდს სოფლიო რეკორდსმენი და მე ვარჯიში აღარ მჭირდებოდა. ჩემი დანებება იყო რა მივიღე ეგ ფაქტი რომ მე აი მარცხამდე და იმ პრობლემამდე მიმიყვანა ჩემმა ქედმაღლობამ. მაგასთან მაგრელობას დავნებდი და ეგ მივიღე. და რაც შეეხება სახლში დაბრუნებას, აი ხა მაგ დროს უფრო გავაკეთებ ალბათ აქცენტს პორტუგალიაში მოდიოდი, ანუ აი შუაგზაში კი რა ალბათ ერთ კვირაში დამეწყო ისეთი სახლის მონატრება, რომ ვერ აგიღწერ რა, სახლში მინდოდა ძალიან. მინდოდა რომ მალე მივხვდეთ რომ ძალიან სიამოვნებდა ის მთელი გზა, აი სახლში მინდოდა ძალიან რა. მაგრამ მე შუაგზაში ისე აღმოჩნდა რომ პაპა ჩემი გარდაიცვალა და ერთი რამე 3 დღე მომიწია ჩამოსვლა. და მანდ გავიაზრეთ რომ ეს სახლი კი არ მინდოდა. ერთი სული მქონდა მენახა რად მაქცევდა ეს მოგზაურობა. იმიტომ რომ ძალიან ცვლით ყოველი დღე იყო ცალკე ფილმიან აი ძალიან ბევრი რაღაც ხდებოდა და ძალიან ბევრ ნაირად მცვლიდა უგრძნობდი ამას. და საბოლოო ჯამში გავიაზრე მანდაც რომ თავგადასავალი, განსაკუთრებით თავგადასავალი, სადაც შენ გიწევს რომ სირთულეები დაძლია და პრობლემები გადაჭრა, ეს არ არის უბრალოდ ნანახი ადგილები ან რაღაც გაცნობილი ხალხი ან მე საბოლოო სახლში დაბრუნება. ეს არის შენ თავის გამოცდა და ვისი სიტყვები სენეკას თუ რომელიღაცა ესეთი იმის სიტყვებია რომ უბედური ადამიანი რომელსაც არ აქვს შანსი რომ თავის თავი გამოცადოს ცხოვრებაში.
მგონი რომ ადამიანისთვის აი სახლში დაბრუნების ეს თელი მოგზაურობის თავგადასავლის იდეა ის არის რომ შენი თავი ნახო გასაჭირში არ შეგეცოდოს შენი თავი იპოვო გამოსავალი და რაღაცა ისეთი იცხო რომელსაც მე მოყოლის ღირსად გახდება ნელა ბოლოსკენ უნდა წავიდეთ და მაინტერესებს დღევანდელი გადმოსახედიდან ამდენი არ ვიცი გზა გაიარე ამდენი ფიზიკურადაც და რაღაცა ემოციურადაც მგონია ძალიან ბევრი იმოგზაურე რას ეთყოდი იმ პატარა ბიჭს რომელსაც ეუბნებოდნენ რომ სუსტი იყო მე მეთყოდი რა შენზე დიცუნდა რა თუ თვლი რომ განწირული ხარ მარცხისთვის მაშინ ყველაზე ცოტა გასაკარგი და ყველაზე დიდი გამოწვევა უნდა ერჩიო ყველაზე მეტ რისკში ის უნდა გააკეთო და რა გიგმა ტრანსკონტინენტალურ შეჯიბრზე. იცი, მომავალ წელს ალბათ დიდი აუთობით გავალ, ახლა ჯერ რეგისტრაცია არ გამივიდა, მაგრამ დიდი აუთობით გავალ, მაგრამ კიდე მანამდეც იქნება რაღაც ჩემი გამოწვევები, რომელსაც ნელა ვისაუბრებ, მაგრამ ეხა ამ შემთხვევაში ჩემთვის გამოწვევა არ უყურებ არც ტრანსკონტინენტალურ ბოლას და არც რამე სხვა შეჯიბრს ან გამოწვევას. ჩემთვის ხა მთავარი ამოცანა არის, რომ ისეთი რუტინა და სტრუქტურა შევქნა, სადაც ყოველდღურად გავუმჯობესდები. ეხლა მართალი პატარა ტრავმა ჯერ კიდე მოსაშუშებელი მაქვს, მაგრამ მინდა რომ უფრო დისციპლინირებული, უფრო ნებისყოფიანი, უფრო შვიდი და გაწონასწორებული ცხოვრების ტემპი შევიქმნა ჩემი თავისთვის რა. ეს არის ჩემთვის თავი გამოწვევა. დიდი მადლობა. მადლობა ერეკლე, მე შეგახსენებთ თქვენ უყურებდით მარკეტერის პოდკასტს. ჩვენი სტუმარი იყო ერეკლე ბაღაშვილი, ძალიან დიდი მადლობა აკო. ძალიან ვისიავნე შენთან საუბრით. ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი და ამბის მთხრობელი, რაშიც ალბათ ყველა დარწმუნდა, რომ ძალიან კარგად ყვები იმ ამბავს, რაც გზაზე გადაგხდა. თუ აქამდე გვიყურებთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდებს. დიდი მადლობა.